დღეს ქედაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქედელობა აღნიშნეს სახალხო ზეიმს ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ტურისტები და ოფიციალური პირები ერთდროულად. გაიმართა ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა გაყიდვა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები. გამოვიდნენ საპატიო ქედელებით. სახალხო დღესასწაული ქედელობა ქედის მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსედ აღნიშნეს. ზეიმი ტრადიციულად დაბა ქედაში ყოველი წლის ნოემბერში იმართება. სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამა რამდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა ტრადიცია დღემდე შენარჩუნდა და საერთო სახალხო ხასიათი შეიძინა. სახალხო ზეიმში ქედის მუნიციპალიტეტის ყველა თემი მონაწილეობს და შემოდგომის ნობათის გამოფენას აწყობს. დღევანდელ ზეიმზე მობრძანებულ სტუმარს გარდა იმისა, რომ შეუძლია ნახოს ქედაში არსებული ნობათი, ასე ვთქვათ, შემოდგომის ნობათი, ხილი, ტრადიციული ღვინო და სხვა, ამავე დროს შეუძლია ნახოს ეთნოგრაფიული გამოფენებიც, რაშიც საკმაოდ დიდი წარმატებები გვაქვს. 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება სახალხო ზეიმი ქედელობა. ყველა მებრძადებით, ყველა თემი ღებულობს მონაწილეობას. გამოგვაქვს ჩვენი ფოლკლორი, სიმღერა, ცეკვა. გამოგვაქვს სოფლის წინახული, რაც მოვიწიეთ და უნდა აღინიშნოს, რომ წელს საუკეთესო მოსავალეც იყო, განწყობა ძალიან კარგია და უბრალოდ დღევანდელ დღეს ხალხი ხალისობს, ზეიმობს. სახალხო ზეიმზე მისულ სტუმრებს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ეთნოგრაფიული ნიმუშები წარუდგინეს. გაიმართა ხელსნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. დღესვე დასახელდა სამი საპატიო ქედელის ვინაობა. სპეციალური სიგელები აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დარია თურმანიძეს, ოსმან სურმანიძეს და თამას გოგაშვილს გადაეცათ. დღეს ყველაზე უფრო ამაყი ვარ, ამაღლებული ვარ, იმიტომ რომ ჩემი ღვაწლის, პატარა ღვაწლი, რომელიც მე ჩემს ცხოვრებაში გამივლია, დამიფასდა და ეს წოდება ქედის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის არის ძალიან დიდი ჯილდო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სახალხო დღესასწაულს წელს პირველად დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და რაიონში არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დახბირდა. ჩვენთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქართველისთვის, განსაკუთრებით აჭარელისთვის და ქედელისთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხდა მოსავლის მიღება, დაბინავება, შემოდგომის გაცილება ხდება ზამთრის ზამთარში ზამთრის დახვედრა, ასე ვთქვათ და ჩვენ ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ, მაგრამ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი პირველი დღესასწაული, რომელსაც ვესწრებით და ძალიან დიდი გულით და სულით გულანთებულები ვართ. მინდა მიულოცო ყველა ქედელს დღევანდელი დღე, ყველა აჭარელს, ყველა ქედელს და მინდა რომ ყველას ბედნიერი ზამთარი კონდეს, წარმატებული მომავალი კონდეს და მინდა რომ ყველაფერი კარგად კონდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ქედელობა ადგილობრივებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც აღნიშნეს. გერმანიიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრები სახალხო ზეიმზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიწვია. უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით ქართული ღვინო მოეწონათ. ტურისტები სახალხო ზეიმზე ჩამოსვლას მომავალ წელსაც გეგმავენ. აღფრთოვანებული ვარ ამ ტრადიციული დღესასწაულით. არაჩვეულებრივი გარემო და ხალხია. პირობას ვთქვი, რომ აქ მომავალ წელსაც ჩამოვა. ქედელობა 2012 ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.